2000 წლის მანძილზე მომწიფებული ისტორიული ეტაპი. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მზადება ღონისძიებებისთვის, რომლებიც იესო ქრისტეს იორდანეს მდინარეში ნათლობის 2000 წლის თავს აღნიშნავს. ღონისძიება 2030 წლისთვის არის დაგეგმილი და ისრაელის ხელისუფლება მას აღწერს, როგორც ღრმა სულიერი მნიშვნელობის მქონეს მსოფლიოს 2 მილიარდზე მეტი ქრისტიანისთვის. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაავალა ელჩ გიორგი დეექს, რომელიც ისრაელის სპეციალური წარმომადგენელია ქრისტიანულ სამყაროში, უხელმძღვანელოს ღონისძიების ორგანიზების სამუშაო ჯგუფს. არაბი ქრისტიანი დიპლომატი იაფოდან გიორგი დეეკი დაიწყებს დიალოგს ეკლესიებთან, ქრისტიანულ თემებთან და რელიგიურ ლიდერებთან მთელ მსოფლიოში. ის ასევე კოორდინაციას გააძლევს სხვა სამინისტროებსა და სახელმწიფო უწყებებს, რათა მოემზადონ ისრაელში მილიონობით ქრისტიანი მომლოცველის მოსალოდნელი ჩამოსვლისთვის. იდეალ საარი ადასტურებს, რომ ჩვენი კავშირების გაძლიერება ქრისტიანულ სამყაროსთან და წმინდა მიწაზე წვდომის შენარჩუნება მილიონობით მორწმუნისთვის ისრაელის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა. ისრაელის მთავარი დიპლომატი პირობას სდებს, რომ ქვეყანა გააგრძელებს ყველა რელიგიის მორწმუნეთათვის თაყვანისცემის თავისუფლებისა და წმინდა ადგილებზე წვდომის უზრუნველყოფას.